აბა ვის გინახავთ ამდენი ნასკები, აი წინდები ანუ ქართულად. აი ასე და ლეზოზეა გაფენილი. თავდება. მოკლედ, აი ამდენი წინდა ერთ დიდ თოქზე გაფენილი. პირველად ხედავ ამდენ ნასკს ერთად, წინდას უბრალოდ. ჩავიფიქროთ სურვილი. სამებით. მოკლედ, ახლა არის 10 ხდება. საქმეზე ვარ დამოსული. ჩემი ლუკი დღევანდელი. ჩარლის ქუდით ძალიან ცხელა. წყალი ჩანთაში მიდევს. და მოკლედ ეხარშები კაცი უნდა შევიდე. ბევრი ახალი ამბები მაქვს. მე დელეგებულად მოგიყვებით ყველაფერს. ეხლა ვარ იმაში ისანი მოლის შენობასთან. მოკლედ ეს ახალი კორპუსები კარგი ამბებია და არც ისე ზოგიერთი ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვებით ეტაპობრივად. კარგი თქმა მოგესალმებით მეგობრებო, როგორც იქნა მოვახციე თქვენამდე, მოვახციე. ფიქრობდი, როდის დაიტანება მობილური, ფიქრობდი, როდის ჩავამძერო ცოტა აგრილდეს, მაგრამ ყველა ვიცით, რომ სიგრილემდე კარგად შორს ვართ. უფრო და უფრო ცხება, უფრო და უფრო ცხელა. ეგრეთ წოდებული ვენტილატორი ტრიალებს, მაგრამ ცხელთა არ ატრიალებს. ეხლა ეს წყალი მაქვს აქ მოშვებული, რაღაცნაირად აი ფსიქოლოგიურად მაგრილებს. და როგორც ყოველთვის, აქ ჩემი დადგომა ვიდეოს დაწყება და ამათი ყნავილი ერთია. ესეც შენ. რატომ არ მოვდიოდი? ალბათ მე მგონი ყველა ესე ვართ ახლა მოხარშულები. რაღაც უყურებ, როგორ გამოვიყურები რაღაცა ახლა ძალიან არ მომწონს ჩემი თავი. თმებით ისე მაქვს ვერ მასვკენი, ვერ მოვწესრიდი, ლაპარაკიც დამავიწყდა ამ სიცხეში. საშინელებაა მეგობრებო, არ ვიცი, ახლა ვისაც კონდიციონერი გაქვთ და ფანჯრებს დახურავთ, კარებს დახურავთ და ასე თუ ისე სიგრილეა, ხო? მე ვიცი, ბევრს კონდიციონერიც არ უყვარს, მაგრამ სიყვარულზე არ არის, აქ გაძლებაზეა უკვე. ესე იგი, მოდით დაალაგებულად დავიწყებ ყველაფერს, იმედია იწერს ეს მიკროფონი. ეხლა ისეთი სიცხეა, რომ ყოველი წამი აი აქ გატარებული ახლა აქ სამზარეულოში ჩემთვის არის მართლა არ ვიცი, სიტყვებიც არ ყოფნის, გაძლებაზე ვარ მოკლედ. რატო არ ჩანდი? არ ჩანდი, იმიტომ რომ ცვლილებებია ჩვენ ცხოვრებაში. კონკრეტულად სამსახურთან დაკავშირებით შევიცვალე სამსახური, იმიტომ რომ იქ გაუსაძლისი პირობები იყო. როგორც ადევნებდით თვალყურს ჩემ ვლოგებს, რომ კონდიცირება არ იყო კარგახანი. ახლა არის. ანუ ზოგი ჭირი მარგებელიაო, ხო იცით? ჩემ წამოსვლის მერე უცბად მოინდომეს და უცბად დააყენეს. ხო და მოკლედ ჯერის რომ ჩემთვის ეს იყო როგორ ვთქვათ, გამოუცდელი სამსახური, ანუ გამოცდილება არ მქონდა ამ სფეროში.
გამოცდილებაში რას გულისხმობ? ახლა ჭურჭლის რეცვა ყველამ ვიცით და სახლი დაგულაგებია და რაც ახლა ზოგ სახლიც არ დაგულაგებია, მე ვიცი ესეთები წარსებული. თურმე ბუნებაში არ ვიცი. შეიძლება ბავშვობაში ერთი-ორჯერ ქონდა ალბათ ვიღაცას ცოცხი დაკავებული ხელში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ეხლა ლაპარაკობ და ესე ოფლის ულვაშებიც გამოჩნდა. რამდენჯერ გადავივლე დღესწყალი ვერ გეტყვით. აი მადლობა ნინოს რომ ის ის გამაცხელებელი რომ გვაჩუქა მე და სოსოს ის რომ არ ვიცი შევიდოდი კი ცივ წყალსაც გადავილებდი მაგრამ ძალიან უშველი აი მართლა ძალიან უშველი ყველანაირი გაგებით ხო და რას ვამბობდი არ იყო კონდიციონერი ეს ერთი მოუგვარებელი საკითხი იყო ის რომ იყო 12 საათი სამუშაო საათები თან არ იფიქროთ რომ ეს არის ისეთი 12 საათი იცით როგორ თქვა როცა ხარ ისეთი ადამიანი რომ თვალი რომ გითხობს რაღაცებს რა ეხლა რაღაცა დავარდება რაღაცა დალაქავდება მეტლახი რაღაც ვერ ისვენებ ხო როცა ეს გაქვს შინაგანად გაქვს ეს ხო შეიძლება ვიღაცამ თქვა სიტუაციაზე რაც ცოტა ხანი რაც იხალტუროს და მე ერთიანად გააკეთოს ხო დღეში დამემოწმება ჩემი თანამშრომლები რამდენჯერ მიწევდა მოსუფთავება ესე ვთქვათ ადგილების სადაც იყრებოდა, ლაქავდებოდა, იწუწებოდა რაღაცები და ასე და ამასთან ერთად პლუს კიდევ ჭურჭლის გარეცხვა ამ სიცხეში, როცა ახლა ჭურჭელს სიცხალში არ გარეცხავთ, ხო? უნდა იყოს მინიმუმ თბილი მაინც და ესე იგი, უკვე იმამდე ვიყავი მისული რომ გავლებით, მაინც ვავლებდით ცივში, რომ ოდნავ ეს მეჭგუნპა ცეცხალში, რომ სული მომეთხვა. და ესე, აი ამ სიცხეში რომ ამოხვალ ამ სარდაფიდან და გარეთ რო ცხელა და ხალხი რო იხრაკება, ხო? და სიგრილეთ რომ მოგეჩვენება გარეთა სიცხე წარმოიდგინეთ ქვემოთ სამზარეულოში როგორი სიცხე იყო, ხო? ამის გარდა კიდევ ის რომ მოკლედ ხელფასი შემიმცირდა, ხო, თავისთავად დღეები რომ მომაკვდა და რაღაცნაირი აი თითქოს კატორგული შრომა იქით აგეთ ყველაფერი ან 2 სამსახური მქონდა შეთავსებული მეგობრებო არ დაგავიწყდეთ ეს არის ჭურჭლის ცეცხალი ცალკეა და დიასახლისი ცალკეა ჯერ ერთი რომ არაჰიგიენურია საერთოდ ჭურჭლის ცეცხალი არანაირად არ უნდა იყოს შეხებაში თქვათ პოლის ჯოხთან პოლის სტილოსთან და ასე შემდეგ რაც არ უნდა რეზინის ხელთათმანები ჩაიცვას ადამიანმა არაჰიგიენურია რა მოკლედ ხო, ბევრს არის ეს ეკონომიის თვალსაზრისით, რომ იაფად გამოვიდეს და იაფი მუშა ხელი ყველას უნდა. ესეა ჩვენ ქვეყანაში განსაკუთრებით. მოკლედ აი ამ ყველაფერს ხო ვითმენდი და კარგი ხანია უკვე ახლა ჯერ 3 თვე არაც მუშაობდი მან და ფიქრებში უკვე მქონდა რომ რაღაცა უნდა შემეცვალა. ვეღარ ვცლებდი უკვე მართლა ძალიან გული დამწყდა თანამშრომლებზე კონკრეტულად შებზარეულზე და მის მეუღლეზე, იმიტომ რომ ძალიან კარგად ესე ვთქვათ მეგობრულად და რაღაცა ვიყავით ერთმანეთთან და ისინი თანამედროვეულად იტანჯებიან მოკლედ იგივე ატმოსფეროში. ოღონდ იმათ ცოტა ასე ვთქვათ უარესი მდგომარეობა ქონდათ რა ხან შინაურ მღვდელს შენდება რა ხო ახლა არ დავაკონკრეტებ რას როგორ ჩემი საქმე არ არის მაგრამ ჩემზე უფრო ასე ვთქვათ ისეთ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ უფრო მძიმე მდგომარეობაში და მოკლედ ეს ბოლო წვეთი იყო რასაც ქვია რამაც აი მართლა გადამაწყვეტინა კი არა და სიხარულით წამოვედი იქიდან შვილებს გებიცებით კი რა თქმა უნდა ეხლა ყოველდღიური ვთქვათ ფული რო გაქვს დღის ბოლოს რო რაღაცა თანხა გიჭიროს ხელში ეს კარგია მაგრამ რის ფასად ხო და ისიც არ იყოს ეხლა ძალიან დიდი თანხა და რაღაცა წამებში ხარჯება ეხლა ისეთი დაძვირებულია პროდუქტები დღეში აი ნორმალურად აი საშუალოდ რაღაცა რო შეიძინო ორ პერსონაზე
რომ 2 დღე თქვა სადილი მოამზადო, ხო? აი ნორმალურს ვიძახი, normალური სადილი, სულ მცირე 40-50 ლარი მაინც ჭირდება. ანუ გამოდის რომ არსებობისთვის მუშაობდი, ხო? ხო და რა იყო ეს ბოლო წვეთი? რა იყო და გარეთ ვარ გამოსული, ანუ ჰაერჩავის უნდკო ასე ვთქვათ და თან ჰაერჩას უნდკოს ახლა ვიღაცა იტყვის სიგარეტს რო აბოლებ ის რა ჰაერიაო, მაგრამ ჩემთვის ეს არის აი როგორც იცულის მოთქმა იმ სიტუაციიდან რომ ამოდიხარ დაღლილი, აი პაუზებს რო აკეთებ რა ძალიან რომ გადაიღლები ხო გეუბნებით ჯინსის შარვალი მქონდა სველი, მაისური სველი, მოკლედ აი წურწურით გამდიოდა ოფლი, ისეთი სიცხე იყო და ამოვედი რომ სული მოვიქცა ეს რაღაცა დავიშვენო ცოტა თან სოსოს გადაურეკო მოვიკითხო რა შვება და ქუჩაზე გამიარა წინ ჩვენმა ასე ვთქვათ ამ რესტორნის მეპატრონე ქალბატონი და ესე მომაძახა რაღაცა იქ საქმეა რაღაცა ნუ იცით როგორი ის რაღაცა წაიუფროსა ქუჩაში რა და რო დაბრუნდა ანუ საქმეზე იყვნენ დასული რო დაბრუნდა მივედი და ვთხოვე ანუ თხოვნით მიმართე რა ნუ სახელი მიმართე და ძალიან გთხოვ მეთქი აი მეორედ ესე ქუჩაში აღარ მომართო მეთქი იმიტომ რომ სამსახურია აქ მეთქი კი ბატონო რაც გინდა მითხარი მაგრამ ქუჩაში ასე ნუ მომართავ მეთქი არ მესიამოვნო ეხლა რა სასიამოვნოა იქნებ სულ არ მინდა რომ ყველა მიცოდეს რა საქმეს ვაკეთებ და სად მუშაობ იმიტომ რომ საქართველოში მაინც გოიმები მე მაპატიეთ მაგრამ გოიმების პარადია ჯერ კიდევ არის ის ჩარჩენილი მენტალიტეტი რომ დიასახლის ჭურჭლის მეცხავი არის ძალიან გოიმობა და დაბალი დონე ხო ანუ ევროპაში ხო არ ცხოვრობთ ანუ ევროპაში შრომა პატიოსანი შრომა ფასდება ხო არა, ჩვენთან ესე არ არის. იქ გიყურებენ ესე რა, ზემოდან გიყურებენ და ძალიან ესე დამამცირებელ სამსახურად ითვლება. ჯერ კიდევ 21 საუკუნეში წარმოვიდგინეთ და რა მიპასუხა, იცით? ეს კი არა რომ ვთქვათ, ახლა ჩემი ვთქვათ, ეს ყოფილი მენეჯერი რო ყოფილიყო, შეგნებული ადამიანი მართლა, აი კულტურული, განათლებული და ისეთი ადამიანი, იტყოდა რომ, უი რაც ამბობ თუ რაღაცაზე მეტი მომივიდა, რაღაცა ვთქვათ, შეიძლება ბოდიშიც მოეხადა და ამ ბოდიშის მოხდით ის კი არ დაიმცირებდა თავს, არამედ ამაღლდებოდა. და მე ბოდიში რომ მოეხადა ვთქვათ, ხო, აქეთ კიდე უხერხულად ვიგრძნობდი თავს და გულშიც ჩავიკრავდი და ნუ მოკლედ ასეთი ამბავი. რა პასუხი გამიცა? რაო, თან აი ზუსტად ესე იტყვი, რაო. შენ მე ულტიმატუმს მიყენებო? მეთქი ულტიმატუმი რა შუაშია მე გთხოვე მეთქი რომ მეორედ ქუჩაში ესე არ მომართო მეთქი ისე არ ეს სიამოვნო მან ეხა წარმოიდგინა რომ მე ვარო აქ რაცა ვარო და ესო ვიღაცა დიასახლისიო ვიღაც ჭურჭლის მეცხავი როგორ მიბედავსო წარმოიდგინეთ ხო როგორი კატეგორიაა და აი ეს თავში რო აქ რა ავარდნილი და თვითონ რო არის ის რა აქვს ავარდნილი მოკლედ რაღაც ორ კაპიქს რო იშოვნიან და თავი რაღაცები გონიათ აი ეს თემაა ზუსტად და მივხვდი რომ ამასთან ლაპარაკს აზრი არ აქვს ნუ აი მე მგონი ხეს და კედელს უფრო მალე გააგებინა ვიდრე ესეთ ადამიანს ნუ აი შეგნება ნული დაბალი დონე აი გოინი მართლა ნუ კარგი ხო და ყველას ვისაც უთხარი ეს სიტუაცია ყველამ თქვა იქნებ ბოდიში მოიხადოსო და აი იცით როგორი ისტერიული სიცილი წამსხდა რომ მეთქი ეს მეთქი ბოდიშის მომხდელია ბოდიშის კი არა ის იმასაც ვერ მიხვდა რა გააკეთა ხო ნუ შევეშოთ ახლა ყველას თავისი აღზრდა კულტურა და ის აქვს ხო ახლა ვერ გამოვეკიდები და ნუ მოკლედ კარგი როგორც არის როგორც იყო ნუ მე ისედაც უკვე აი გაძლებაზე რო ვიყავი და წამოვედი მოკლედ ამ სამსახურიდან და სადღაც დაახლოებით 3 დღე დავისვენე, მგონი ეს 3 დღე გამომივიდა რა დასვენება და დავიწყე ახალი სამსახური. ახალ სამსახურს ვერ შევადრე. ახლა არ მინდა აღარ დავკონკრეტდები, სად მუშაობ, რაც ვაკეთებ. ერთი იმას გეტყვით, რომ ფაქტიურად იგივე ხელფასია, მაგრამ ანუ სიტუაცია უკეთესი არის, დაზღვევაც არის, მოკლედ ბევრი პლუსები აქვს
და ძალიან ასე ვთქვათ სასიამოვნო გარემოა და რაც თავია სიგრილეც არის და ადამიანური ასე ვთქვათ შეგნება და გაგებაც ხო ხო ნუ კულტურული ხალხია რა უფრო კულტურული ხალხი უფრო არა კულტურული ხალხია იმას კულტურა საერთოდ არ გააჩნდა შეიძლება ცდილობს რაღაცას ნუ ცდილობს რა არ გამოსდის ნუ ესეთები ხდება ხო, ნაწყენი ვარ თქო ვერ გეტყვით. აი კოლექტივში მე გულისხმობ შეფცარებულს და მის მეუღლეს ძალიან კაი ადამიანები, ვერაფერს ვერ ტყვი, ის კი არა, დღემდე რომ მეკითხებიან, რომ აი სუფთად მზადდება, ხო იცით ეს ის იციან ხოლმე რა, ქართველებმა ვიცით ესე. თითქოს ალბათ არ მზადდება კარგად და ანუ ხარისხო პროდუქტი და რაც ამბობთ მეთქი ძალიან კარგად, სუფთად, კარგად, გემრიელად, კარგი ხარისხიანი პროდუქტი მზადდება თქო, ყველა ჩვეულებრივ. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ანუ მე პატრონის ინტერესებშია, ხო, ის რომ მაგრამ მე უბრალოდ პატივს ვცემ იმ ჩემ ყოფილ კოლეგებს, რომლებთანაც ეს ამით გავატარებ. ხო, ნუ და ვიცი როგორც აკეთებენ თავიანთ საქმეს. აი ამის თქმა მინდოდა. მოკლედ მუშაობ ეხლა ძალიან ცხელა. წელან ვიჯექი ასე ვთქვათ ვენტილატორის სახეში მიბერავდა ცხელ ჰაერს. ხო დღეს რომ მოვედი მოთენთილი ვიყავი ამ სიცხისგან და ვიფიქრე ცოტა სამოვწვევი თქო. მე ვინანე მეგობრებო ვინანე მიუხედავად იმისა რომ ვენტილატორი მიბერავდა და ზოგადად ღამე როცა მიბერავს ვენტილატორი ასე თუ ისე როგორღაც მძინავს. მაგრამ ეს იყო რომელი საათი გეტყვით, სადღაც 4 საათი იქნებოდა ალბათ. თან მანამდე სადილი მოვამზადე, იმიტომ რომ გადადებული საქმე ეშმაკის არისო და ავდექი და გავაკეთე, ის გუფთა გავაკეთე. სოციო სენძინა რომ გაიღვიძა ძალიან გაუხარდა და დახვდა ანუ სადილი, იმიტომ რომ ამ დღეებში ანუ აი ცით როგორ სადილებს ვამზადებ სწრაფად რაღაცას ახლა ეს წვნიანი გავაკეთე წვნიანი როგორც სოციოს უყვარს ისე უყვარს მეც და საჭიროცა და სასარგებლოც არის მოკლედ ვიტრიალე გაზ გაზთან აქ ხო ცალკე მოვიხარში და რო დავიცინე ნუ ეს იყო აი ვერ აგიხსნით ალბათ ჯოჯოხეთი თუ არსებობს კი არა და აი ის იყო ზუსტად რომ რაზეც წევხარ ანუ საწოლზე გავარვარებული როა გეგონება ჟარონაზე წევხარ ოღონდ ფუმფულა ჟარონაზე ხო რბილ ჟარონაზე და ეს ჩახუთული ცხელი ჰაერს რო სუნთქავ სახეს რო უშვერ ვენტილატორს და რო გინდა რომ სადღაც დაიჭირო ეს ისა ცოტა სუფთა ჰაერივით რაღაცა ნაკა რო არ არის და არ ვიცი აი ეს ხაპაყუპით აი ესე რომ მოდი დავფრი და მე წამოვდექი წყალი შევესხი და აი თან ვერც ფხიზლდები ბოლომდე წესილად არ ვიცი მე რა გვეშველება ერთი კაი წვიმები გჭირდება ცოტა გაგრილდეს ამდენი დღეების ჩახუთული ქუჩები და ჩვენი ქალაქი ხო გადატვირთულია მანქანები ცალკე ის ცალკე ამდენი ელექტრომოწყობილობა აქვს ხალხს შეერთებული ის კონდიცირებაც ხო ელექტროენერგიაზეა მოკლედ გადატვირთვა ხდება ამ სადგურებისაც იქ რაღაცა შეიძლება ხანძარიც მოხდეს იმიტომ რომ ყველა აქტიურად იყენებს ამ ვენტილატორებს ამ კონდიციონერებს მოკლედ არის საშინელი მდგომარეობა არ ვიცი რა ხდება ევროპაში კი იცით საბერძნეთში ზუსტად ვერ ნახე სად არის რომელ რეგიონებში ხანძარია ის ხეთყე როგორ არის მაგრამ ტყეებს რო უჩნდება წეცლი იქ თურქეთში იქით იმაზე რა ქვია კამჩატკაზე კიდე რაღაცა ვულკანის გაღვიძებას ელოდებიან იმიტომ რომ ისეთი მიწისძვრები და რაღაცები ხდება მოკლედ დედამიწა რასაც ქვია აი უკვე ზაგზაგებს ამ ადამიანების ასე ვთქვათ რო არინდობს ადამიანები საერთოდ არც ბუნებას და არაფერს და ესე არაგრამატიკულად ექცევა თავის საცხოვრებელ ასე ვთქვათ პლანეტას. ხო, კიდე რა მინდოდა მეთქვა ისეთი გადაცხელებული ვარ და გადახურებული შეიძლება რამე გამომჩეს და გამომეპაროს მე მაპატიეთ. არ მახსოვს მგონი წინა ვიდეოში მადლობები მოვიხადე, აი სკლეროზის დამეწყო, სკლეროზი კი არა, ტვინი გადამწვარი.
ირინას მინდა კიდე ვიდეოთიც მინდა მადლობა გადაუხადო, სოსოს აჩუქა პატრა თანხა და ასევე ეს ეხო გეუბნებით ძალიან მიჭირს ასეთ სიცხეში საერთოდ რაღაც კიდე რომ ვფიქრობ, მე თვითონ მაუწევს, რომ ფიქრის უნარიო გამაჩნია. მოკლედ, დიდი მადლობა გოგოებო. და არ ვიცი, აი ხო გეუბნებით ახლა ეს ამ სიტუაციას ახლა რომ ვთქვათ რომ გეგმავდით ხო არ გეგმავდი ანუ სამსახურის შეცვლასთან დაკავშირებით ვსაუბრობ. ხო და ეს თანხა რაღაცა იყო, რაღაცა ეს დღეები, ასე ვთქვათ, დაგვჭირდა, იმიტომ რომ ყოველდღიური უკვე ცხოვრება რო არ მაქვს, თავისთავად რაღაცით უნდა იარსება ხო ყოველდღე და შევხედავთ რა, ახლა მოვლენებს წინ არ გავუსწრებ, იქნება თანხა და წავიყვან ბავშვს აგვისტოს ბოლო იქნება თუ სექტემბრის დასაწყისში ერთი კვირა მაინც რომ ჰაერზე გავიყვანო და რა ვიცი თუ იქნება ანუ თუ მოგვიგროვდა ფული და წავედით ხო კარგი თუ არა და სხვა რა გზაა. ხო და ესე გამოვა უკვე მეოთხე წელი თუ წელსაც არცად არ გავედით, მეოთხე წელი რომ ბავშვი ქალაქიდან საერთოდ არ გამყავს, საერთოდ არცად არ გავსურვებ. აი ის კი არა, აი ხო გეუბნებით ლისის ტბაზე ხო ვიძახი ავალთ. ლისის ტბაზეც რომ ვერ მოახერხებ ადამიანი. აი არ ვიცი რა. საშინელი მდგომარეობა, მონდომებაზეც არ არის. როცა რაღაცას მოინდომებ და მე უცბად რაღაცა გამოხდება, აი ზუსტად ეს თემაა რა. ხო და ესე რამდენჯერ ვთქვი, თბილისის ზღვაზე წავალთ, იქლისის ტბაზე ავალთ, მინდა რომ ზემოთ-ზემოთსადმე აი მთიან ადგილში ავხდეთ, რომ ცოტათი იქ ოდნავ სიო მაინც იყოს რა, იმიტომ რომ ქვემოთ არის საშინელი კატასტროფული სიცხე. ეხლა ჩვენ ცოტათი ოდნავ ამაღლებულ ადგილზე ვართ, ჩემი ძველი მისამართისგან განსხვავებით, იმიტომ რომ ის საერთოდ ძალიან ჩავარდნილი ადგილია მარჯანიშვილის თეატრის გვერდზე გეცოდინებათ ქუჩა უშენჩხეიძე, აი იქ რო ცხოვრობდი, ის იყო, არ ვიცი, აი ვერ აგიღწევთ რა, იქ რო ცხელოდა ესე იგი წყლით ხელში ვიყავი სულ აივანზე ვასხავდი წყალს რომ დასხმას ვერ ვასწრებდი ორთქლდებოდა ვასხავდი ორთქლდებოდა რომ ანუ სისტემატურად რომ სველი ყოფილიყო რომ ნიავი დაუბერავს სიოს შემოიტანს თქო გარეთ იყო წმინდავდი სველი ტილოთი რომ ცოტათი იქიდანაც ანუ ორ პირს ვაკეთებდი მეზობლები ეზოს რწავდნენ მოკლედ არც ვენტილატორი არაფერი არ შველოდა, ნუ კონდიციონერი არ ქონდა არც მაშინ. ხო და ისე კაი იდეა, მაგრამ რა ვიცი უკვე მოკლედ ხარჯიც არის, ჯერ ის რომ არც იაფიღებს და მე რაც არ უნდა ეკონომიური იყოს, მაინც ელექტროენერგია იხარჯება. ხო. და მოკლედ აი ესე გრილდებოდით და სოსო პატარა იყო მახსოვს და ისახოც დავასველებდი ხოლმე, კარგად გავწურავდი და რო ეძინა ხო ამ სიცხეში ბავშვს სანამ ეძინა მთელი ძილის პროცესი აი ესე ვუნიავებდი. ბიჭი ხუბიში აი ესე ვუნიავებდი. ესე იგი 2012-2013 წლები იქნებოდა ალბათ ეს სადღაც დაახლოებით და ესე ვუნიავებდი ამას პირსახოც როგორც კი ოდნავ შეშრებოდა და რაცა მივბოდი, დავასველებდი, გავწურავდი, მოვბოდი და ისე ვუნიავდი რომ მეთქი არ იქნას ბავშვმა ეს ჩახუტულობა, იმიტომ რომ მაშინაც აცხადებდნენ მოხუცები და ბავშვებისთვის არის რთული ამ სიცხეების ალტერნატივა ესეთი. კარგით, მეგობრებო, ძალიან ბევრი გელაპარაკეთ მე მგონი. თან რას ვქევარ ნახეთ, თავზეც გადავივლე წყალი, მოკლედ თმები რო შევიღებე, უცბად ჩამოვიბანე ის საღებავი იმასთან და აი ძირებში ანუ მე ხო კერატმები მაქვს და ანუ გაახუნდა თუ რა ვიცი, მოკლედ შესაძლებია კიდე მაქვს საღებავი და მაგას ხო თავზე როგორ წავის მე ხო წარმოგიდგენიათ როგორ სიცხეა აი კაცი ხო წურწური ჩამოგმენი და ეს საღებავი ჩემი
ვისაც გაინტერესებთ არის ბადრიჯნის ფერი ქვია 251 ნომერი პრესტიჟის. ხო და თუ აგრილ დაუდნავ აუცილებლად შევიღება ან ძირებს მხოლოდ. ხო, ეხლაც მომიწევს წლის გადავლება. საბაზაროში ახლა სოსოა შესული. სოსოს მოკითხას გადავცემ თქვენგან. სოსომაც მოგიკითხათ. ხო, სოსო. სოსო. ჩვენ მაყურებლებს მოიკითხავ, ხო? ჩვენ გამომწერებს და მაყურებლებს მოიკითხავ? ხო. ხო. იმედი მე გამოჩნდება ახლა ჯერ ისედაც რომ ამ დღეებში ვერ იმაშობდა, იმიტომ რომ მაისურის ჩაცმაზე აქვს, იცით როგორ ისე წარმომიდგენე ახლა სრული. ჯერ მე ცხელა და წარმოიდგინეთ ახლა ეს წონაში რომ ადამიანი და ეს ხო ხდებით ვერ ჩაიცმევს ფიზიკურად რომ ჩაიცვას დაიხჩობა. გარეთაც რომ გავდივართ ხოლმე, აი ხვეწნა მუდარით რომ ბავშვი უბრალოდ სახში არ იყოს სისტემატურად. ხო, მოკლედ ესეთი ამბებია. და ასევე მომილოცეთ ახალი სამსახური. კარგით, აბა დროებით გაგვიცეთ.